დღეს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორად უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ ოცნების დეპუტატი ტიტი აროშიძე პროტესტის ფონზე აირჩია. ფარულ კენჭისყრაში მან აკადემიური საბჭოს 10 წევრის მხარდაჭერა მიიღო. ერთი ხმა კი გაბათილდა. გადაწყვეტილებას უნივერსიტეტში მყოფი სტუდენტების ნაწილი საპროტესტო შეძახილებით შეხვდა. ისინი მიიჩნევენ, რომ ტიტი აროშიძის რექტორად დასმა ოცნების მიერ უნივერსიტეტის მიტაცების მცდელობაა. ასევე სტუდენტები და აქციის მონაწილეები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. სტუდენტების თქმით, ტიტი აროშიძის მხარდასაჭერად ადგილზე პარტაქტივი მიიყვანეს. პროცესებსაც ეხლა ხედავთ. რასაც აშუქებენ, რატომ იყავს კაცო, მე საუბრობ დიალოგი მაქვს ადამიანთან. ალესანდრო, თქვენ ხო დადიოდით ევროპაში? ხო სწავლობთ? რამხელა განათლება გაქვთ? და რატო გიპყრობთ ეს პროპაგანდა? კი, თქვენ ხართ პროპაგანდის ნაწილი, ამ რუსული რეჟიმის ნაწილი, სამწუხაროდ. ძალიან წუხა რომ ესეთი კარგი ახალგაზრდა ვაღიარებ რომ განათლება, მაგრამ შენს განათლება ძალიან არასწორად იყო. უნივერსიტეტში, ბათუმის გულში, რომელიც უნდა ანაცვლებდეს ადამიანებს, ინიშნავს სუსი, პოლიტიკურად ყველაზე ანგაჟირებულ ბათუმში და აჭარაში ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა ტიტე. არა ადამიანი, ყველაფრის კადრებელი, ინიშნავენ რექტორად და გონიათ რომ სიმართლის მხარეს ხართ, ვინც მაგას უჭერთ მხარს. დარწმუნებული ვარ რომ დადგება ის დრო, როცა შეიცვლით ამაზეს. და იტყვით რომ არასწორ მხარეს ვიდექი. ეს არ იქნება სირცხვილი. ეს იქნება სწორი შეფასება თქვენი შეცდომებისგან. რა გინდათ ხალხო, რატო იცავთ სუსისგან დასმულ ხელდასმულ იმას, რა ქვია? რექტორი არაა. არჩევნებში სულ ორი კანდიდატი მონაწილეობდა. ქართული ოცნების აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი ტიტი აროშიძე და ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი არჩილ გუჩმანიძე, რომელმაც განაცხადა, რომ მას შემდეგ რაც უნივერსიტეტის რექტორობის კანდიდატად დარეგისტრირდა, მას ოცნების მაღალჩინოსნები დაემუქრნენ. რექტორის არჩევნების პროცესი სტუდენტების პროტესტის ფონზე მიმდინარეობდა. ისმოდა შეძახილები მონებო ცეცხლი ოლიგარქიას. სტუდენტთა ნაწილი პროტესტის ნიშნად აუდიტორიის კარზე აბრახუნებდა. გამარჯობა. არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა. არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა. ცეცხლი ოლიგარქიას! ცეცხლი ოლიგარქიას! ცეცხლი ოლიგარქიას! ცეცხლი ოლიგარქიას! საქართველოს გაუმარჯვა! 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 ცეცხლი ოლიგარქიას! ცეცხლი ოლიგარქიას! რექტორის პოსტი 2024 წლის ივლისის შემდეგაა თავისუფალი. რექტორობის კანდიდატების განცხადებების მიღება 2024 წლის 12 ივლისს დასრულდა, თუმცა განაცხადი არავის შეუტანია. მას შემდეგ რექტორის მოვალეობას მერაბ ხალვაში ასრულებს, რომელსაც რექტორის პოსტი მანამდე უკვე 2 ვადით ეკავა. ის აკადემიურმა საბჭომ 2016 და 2020 წლებში აირჩია.